დღეს ვიყოფები სოფელ ხარაულაში და უნდა ვესტუმროთ კიდევ ერთ ხანდაზმულს, ძალიან სათნო ქალბატონს, ლუთფიე ზაქარაძეს. ის ამჟამად აი აქ ცხოვრობს, მარტო იმყოფება. და რა ვიცი, ნახოთ როგორი შეხვედრა და საუბარი გვექნება და რა ვიცი. მარტო ვბრძანდება. ქალბატონო ლუთფიე. ბატონო. ვბრძანდით. გამარჯობათ. ვბრძანდით ჩართელოვანით ხალხი ცოცხლე, სიხაყნელი მოხდედეს. კაი და კაი მოხდედეს. ქალბატონო. გისმენგენაც ვარ. დავდივარ სოფელში ასე. რა თქმა უნდა თქვენ იცით ახლა ვიღებ სოფლის კადრებს და მითხეს რომ აქაც არის ერთი მოხუცებულებსაც ვიღებ. პატარა სიუჟეტებსაც ვაკეთებ და მოხუცებულებსაც ვიღებ და მოვედით თქვენთანაც და რა ვიცი. დიდი მადლობა. მე მგონი თან ახლა იქნებით რომ პატარა სიუჟეტი გავაკეთოთ თქვენ. დიდი მადლობა იხარე. ჩამთელობა მოხდეს ღმერთმა, მოხუცებს რომ პატივცემ და სულ პატივცემული ყოფილიყო ცხოვრებაში. გაიხარეთ და მაშინ სადმე ჩამოვიდეთ სახში ან სადმე და გავაკეთოთ. გიგენაც ვარ. კარგით. ქალბატონო ლუთფიე. ჩემი პირველი შეკითხვა ყველას რა თქმა უნდა ასე უსვამ. რამდენი წისა ბრძანდებით? ძალიან ცოტა 85-ში. 85-ში ბრძანდებით ხო? 85-ში ხო. ახლა რა იცი კიდევ მართლა მეორდები ყველასთან. ვისაც ქალბატონებსაც ვიღებ, ყველა არის ასეთი ლამაზი, მშვენიერი და რა ვიცი, ასეთი სილამაზე საიდან ინარჩუნებ. დიდი მადლობა შვილო, მაგრამ რა ის სილამაზეა, მართლა ადამიანი ვიყავ ერთ ადამიანთან, ერთ კაცთან, კაცი ვიყავ წარმოედგინე, მაგრამ შვილის სიმწარემ და მომტეხა წელი და 60 წლამდე მართლა ჩონგური, ფანდური ასე ვიყავ, მხიარული ოჯახი მქონდა შვილო. მაგრამ შვილიმა ვეტერანი შვილი მყავდა შვილო და ვიცი ვიცნობდით. ჩემი ტოლა ბიჭი იყო მაგიერთად. გეცოდინება შვილო. ხო და მაგი დედი სამაჩაბლოში 15 დღეს დაკარგული იყო ტყეში, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. სტუდენტი იყო და თბილისში და სტუდენტობიდან წაიყვანეს თბილისში. იქიდან და ჩემმა დედმა ბიჭმა ვერავინ იცოდა უკვე ეს ამბავი. ჩვენ არ გვიმხელდა და რომ დიდი თოვლი გახდებოდა შვილო და ვიცოდი რომ წასული იყო ომში. მე ძირში გადმოვარდებოდიდან ძირში გადმოვარდებოდი რომ ჩემი ბაღანა სად არის ამხელა თოვლში მეთქი შვილო. მაგრამ კი არ ვიცოდი რომ დაკარგული იყო და ანა რამე და მერე გამოჩნდა 6 შვილი ბიჭიდან დედი 4 გამოვიდნენ მტრიალ მინდოზე სადღაც და ძალიან უყვარდა შვილო ცხოველები და რომ ძალიან დამიემშიენამ ახალგაზრდობა ჩიტი დაიჭირეს შვილს და შეჭამეს და წააძლიეს ამას ფთა რომ შენ შეჭამეო და ამან არ მიიღო რომ მე ძალიან მიყვარს ცხოველები და მრავალ შევჭამ მაგასო და ეს გადახტა ჩემ შვილ და მოვიდა შვილო დაბრუნდა იქიდან მოვიდა კინიგზის სადგურში თავარი ექიმი იყო შვილო თავარი ექიმად მუშაობდა ხო და ლამაზად ზღვის რომები მოჭუჭკული ყავდა მისი ტოლები ექიმები შვილო და მივიდა თამაშობდა სპორტს მისდევდა სულ არ იცოდა რომ ან რამე ტკივოდა არაფერ ტკივის არ ამბობდა შვილო მაგიდან უცბად დედი მოჭუჭკული იყო და მურთი უნდა ეთამაშნენ დაიღუნა და კეტის ფეხზე ჩაცმაში ჩავარდა შვილო და ვერ მოუსწრეს ექიმებმა ვერამინ ვერ მოუსწრეს ერთუნად შეაყოფნების ის ადგილზე შვილო და ასე მეღუპა და რომ აქ ამომიდნენ და წამიყვანეს წყვილობით და მიველდა ღმერთმა არ მისმოასწრა ასეთ შვილს გაშოტილ შვილს რომ ხედავ რა გული გექნება დედას და რა გული შექრჩება ანტე ასეა დედი და კარგი, ქალბატონო ლუთფია, მაშინ ცხოვრება ანტელია შვილო და ვიცი, მესმის და ღმერთმა, რა ვიცი, გამძლეობა მოგცეთ და ხნეობა მოგცეთ. დიდი მადლობა იხარე. ქალბატონო ლუთფია, ახლა მე მინდა თქვენი ბავშვობის ამბავი გავიხსენოთ. ბავშვობა. როგორი აი აქაური ბრძანდებით თუ ადგილობრივი, რა გაგმიდან მაგ გამოთხოვებული აქა. ხო და როგორი ბავშვობა ქონდა? რამდენი დედმამიშვილები იყავით? როგორი იზრდებოდით? 12 დედმამიშვილი ვიყავ. 12 დედმამიშვილი. თაძის ოჯახში ვიზრდები. ვისთან
ზაბით დავითაძის ოჯახში ვისწავლე. 12 დედმამიშვილი თქვენ. 12 ყველაზე უფროსი ვარ მე. და 4 ძმა, ჩემს მე და ერთი და უკვე დამეღუპე. ყველაზე უფროსი მე ვიყავ და მაგ ბავშვების გამზრდელად თითქმის მე ვიყავ დედაჩემის ხელში შეხედნილი და ხო და ვეხმარებოდი რა თქმა უნდა და აი ესე გაჭირვება ქონდა მაშინდელ დროში ხო ყველას ქონდა ყველას მარტო მე კი არა თქვენ ქვეყანაში ასე ერთი რამე იყო რომ შედი დრო იყო რომ ახლა იტყვიან რომ ქალავანი ჩაცმული არ მაქვს ფეხზე რაც რომ არ მაქვს და მახარაძეოს მამბიცა იკერევდა შვილო იმის რა ქვია აგრიშკის ფეხსაცმელს აი ის მაქვს ჩაცმული სკოლაში რომ დავდიოდი შვილო და ამ დიდთითზე რომ ის დამაჭიჭკებდა ტბახში იმიდგებოდა და საღამოზე ფეხს რომ დავიბანდი შვილო ტბახში მქონდა ეს მაქვს რომ გამოცდილება და ქალავანი არჩივი რაც რომ არჩივიცი არჩივიც ხო და საშუალო სკოლა დავამთავრე მე 12 კლასზე პირველად საშუალო სკოლა აქ გაიხსნა ჩვენი იმით გაიხსნა ხარავის საშუალო სკოლა საშუალო სკოლის 12 კლასის მოსწავლე ვარ და ამათგან დარჩენილი ვართ 4 ახლა ჩვენ მეტი აღარ არის დედმამიშვილებით არა სკოლის დამთავრების მოსწავლეებისგან დარჩენილი ხო და აი ასე მიდიოდა დავამთავრე საშუალო სკოლა და ეს უფროსი ჩემი სწავლობდა სტუდენტი იყო მესამე კურსის სტუდენტი იყო თქვენი მეუღლეზეა საუბარი ჩემი მეუღლეზე დურსუნჯან ზაქარაძეს ხო და საზოგადოება მიწოდეს რომ ისინი მეუღლებს ამდენ იგენაცვალე და მან მითხრა რომ ახლა რა ვიცი რა ფერი ვიყავ ახლა შენ თავსով შენ დააქებს სიზულედია რა ვიცი და ჩემ სკოლის დირექტორი იყო ჟავანისა მიხეილ ზაქარაძე იყო ჩემი მაზლი და მაგან რომ სკოლას ვამთავრებდი უჩუმარაი რაფერ შეიძლებოდა მაშინ გამხელა და დადიოდა ელჩად მაგრამ თან სიძე იყო ჩვენი მაგი მამა ჩემის ბიძაშვილი გოგო ყავდა ცოლად უჩუმარა მოვიდოდა რომ ესე იგი არ გაათხოვოთ ჩემ თბილისს რომ ჩემ ძმის თბილი და სტუდენტია ჩემი ძმა და ასე იყო მაგრამ დამალულად იყო და არ ვამხელდით არაფერი არა და მერე ისე შეიქმნა რომ ძალიან სიმღერა და მუსიკა მიყვარდა ერთი 4 ქების სიგელი მაქვს ქედი და ამოტანილი დედა ერთი სტოლი ქების სიგელი მქონდა მე და თხოვა მაშინდელმა იმანო მამაჩემს რომ გავაგზავნოთ უგვამოწდოთ მიიღებენ მუსიკალურ სკოლაში მამაჩემმა თავი მიიკლა რომ გოგოს ბათუმში რა მაშინდელი დრო ახლა თბილისს ასწორებ ყველა სხვათა შორის ქალბატონები თქვენი თანატოლები ყველა მასი ამბობს აი ჭირი ხო და არ გამაგზანა და ამა აგი დადიოდა ეს სტუდენტია და ეს მეუბნებოდა მე გასწავლიო აი ამან მომათხოვილა რამდენად რომ ესე იგი მასწავლოსნა და ახლა მაშინ კაი დავჭვი ფიქრი მასწავლის და გამოვისკენი წყალზე მოვედი წყალინა მიეტანა შუადღი იყო აქა ღელე აქ დაბლა და ჩამომისწრე იქა და მომკიდე ხელი ამ ჩემმა მამიდამ თან მამიდა იყო მამა ჩემის ბიძაშვილი ყავდა მიხეილ ზაქარაძეს ხო და მაგან ამ ჩემმა ქმარმა და წამომიყვანეს ხელი და გოგო მე დარჩა წყალს მოგიდაცეს ესე წამომიყვანეს ახლოს ერთი სახლია და იმის გლერზია ჩემს ამოვედი მაგრამ არაფერი ვარ იცი ახლა არიცი ახალგაზრდა იგია და ამით რამდენი წელს ბრძანდებოდით უკაცრავად 18 წელია და სკოლას რომ დავთავრე როგორ იქნება ხო და ამოვედი ახლა კაც მასწავლებლები იყო ჩემი მაზლი ისე იყო ის სკოლის სასწავლო ნაწილი იყო აქ შილი მყავდა იგი დაწყებით ფათი ზაქარაძე ელაპარაკეშენ ალიკოსთანო იყო ის შილია ჩემი იგიც დაწყებით ის მასწავლებელი იყო ახლა რაფერ მერიდება მასწავლებლებთან
Az გავლა საჭმლის გაკეთება ან რამე მაშინა ემდენი ხომ ძალიან დიდი მოვიდება იყო. არ ვიცი ახლა მაგდენი და ხოდა მაგრამ რაც ხაფერი იყო გადავლახე და თავიდან ახლა რომ მაგი იმას იქნოდა წერილს დამიწერდა ქუა იყო იქ დაბლა იქ დამიდებდა რომ სტუდენტი რომ იყო ახლა ჩემი ქმარი იქ დადებდა წერილს ვიზა გამიეტანებია იქ დადებდა მე იმა ევიღებდი მე წები კითხებდი რა აი ასე გავიდა ჩემი ისა და მე დედა რომ შემეძიնել ახლა კიდე და ხოდა შვილები რომ შემეძინა შვილო ისე ვასწავლიდი ამ ბავშვებს რომ ამ ჩემმა შვილმა განაწილდა ღირმა სახლების იქ გავიდნენ შვილები იდეა მქონდა რომ ესწავლიდა ხუთივე შვილს უმაღლესი დავამთავრებდი ორს ბიჭებს თბილისში გოგბებს ბათუმში დავამთავრებდი ისე უმაღლესი ასე რომ მივდიოდით მამამთილი მყავდა ერთმა აცხოვრის შეყლა დამთელი კარგად ვიყავი შეხმატკბილებული ამგზარდეს და მაგრამ პაცაი მამამთის ერიდებოდა ჩემგანო მე სწავლა გითხარ მაგრამ ვერ გაგაგზავნის შვილო რატო ვერ გაგაგზავნე ახლა მეორე გზარი მასწავლებელია შვილი მასწავლებელია ეს დურსუნჯელი ის არის სტუდენტია ყანას ჩამოვართმე რომ ძველი დრო არ იცი და ამას აღვართმე რომ მუშახელი არ მეყოლება სახში ამიტომ თორეს და ერიდებოდი ცოტა არ მინდა ახლა მათი რომ ესე იგი დავდიეთ ასე და მოტყუებულა ასე მივედი იმდენეზე ბავშვებს დავამთავრებდი მაგრამ როგორ რომ თვითონაც ასე დავაჯდუნებდი კაკმიტელა არ ჩამავარებდნენ არ დავაძინებდი რომ ჩამავარებდნენ ფანდურს დუმღერებდი ვაჩეკლებდი და რომელია ოთახში შობა წრებდი რომ ისწავლე კაკმიტე ჩამავარებდი ამით დავამთავრებდი ეს სკოლა კარგად დაამთავრეს ცოდვა ამინდა ყველა იმას მადლობას მეუბნებოდნენ პირიქით ყველანი აი ასე მიდიოდა ჩემი მაგრამ ბოლოს დედა ბოლოს ქმარმაც 60 წელი შემისრულდა კარგად ვიყავდა 60 წლის მერე აფერი აღარ ვარ უკვე ქვეყანაზე 10 წელი გავიდა რომ 9 წელია ქმარი და მაკდა 10 წელია შვილი და მივარ ახლა და მარტო ქსოვას ვექცევი ხან რაც ხას ხან ვალაგებ ახლა რატო ვიყავ მიმოისკრილი ბათუმში წასვლა მინდა და მივდივარ და სამტრობით ესე იგი მიიბარგებით ხო მივიბარგე ვიცი რომ ბათუმში ვერ გაძლევთ ვერ გაძლევთ ვიცით ისე ვერ ვძლებ დედა ისე ყველა მელონიარებია ხუთივე შვილია რაცა უნდა გელოლიავონ 4-ვე დედა მაგრამ ციხე მგონია რატო იცი ასეთი მეც მაქვს ასეთი ოთახი წევლიან 9-ზე სამსახურში მოვლიან საღამა 6-ზე 7-ზე დედა მათი მოსასვლელებელი ადგილი უნდებიან ვერ დეგელაპარაკებიან ვერაფერი ვერა რაფერ არა ეგაა და ჭამა და მეტიაფია რამდენი შვილი ყავთ რამდენი მე ახლა 4 მყავდა და ახლა 4 შვილი ყავთ 4 შვილის შვილები რამდენი არიან შვილები ერთ მადლობა 12 შვილი მყავს და 9 შვილთაშვილები გამრავლოთ ღმერთმა გამრავლოთ ღმერთმა იხარე და კაი მოგცეთ ღმერთმა თქვენას იმრავლეთ და იხარეთ და მართლაც დიდი მადლობა დედა რომ თქვენ შეწუხდით და მოგწანდით არა უშავს მე ამით გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ასაკოვან ადამიანების მიმართ მოგცეთს რომ გულს უხარებ ღმერთმა გახაროთ ცხოვრებაში ოჯახში შვილთან ჩვენაც გაიხარეთ და ყველადან დედი და ჩემს არ გისურვებ აქამდე სადღერძელოს რომ ავიღებდი ბედნიერი მამეთი და ყველას ვუსურვებდი რომ ჩემისთანა და ახლა არაფერს არ ვუსურვებ ღმერთმა ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ დიდი მადლობა გაიხარეთ ახლა როგორც ხარავლელი და სიტყვი ხარავლებისა და ხარაულის შესახებ ახლა პატარა რაღაც
მის რომ გავიკეთო აქ დაბადებული ყოფილიყარ აქ და აქ აკრაფერი ახლა ძველად ხომ ქორწილები იყო შვილი გინდა ძველად გინდა დღეს როგორია ეს ხარაულა მე მაგალითად ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობთ ამ ხარაულაში კარგი ხალხი ცხოვრობთ კი ახლა რომ ჩვენ აქაური ვარ და დავაქო ძალიან უშუალო რა იცი არ არის უშუალო რეალობად არ არის ლამაზი და შენთან შენა დააკოს ყამ უნდა და გაკოს რომ კარგი იყო და მაგრამ თქვენ თქვით და დაემთხვევა ეს ყველაფერი მაგრამ ამ ჩემ ხარაულის ხალხს ვენაცვალეს სულში ჩემი გოგო ბათუმში წესულია მაგრამ დოდო იგეწოდინებაში დირექტორად მუშაობ მაგრამ რომ ამოა აკიძებს ვეთყვით იქა და შემოხედოთ შენი ჭირიმე ხარაულა შენი ჰაერი რომ მომხდებაო ვიზრდებიო და აი ასია ასე მიყვარს საერთოდ და კაი ხალხი არიან რაფერი ახლა იცი დამფასებელი არიან ადამიანის მოყვარული არიან რატომ მიყვარს აქავრობა აგერ დამჯდები გარეთ ამიარს მამირავ როგორ ხარდენა ჩემი ამ სოფლიდან გათხოვილია იქა მე იქირე რაკეთ ყველა ახლა ჩემები არიან და ვინმე ისეთი არ არის ყველა ბიცოლა აფერები და როგორ ხარ რაშობი ყველა მომესალმება ბათუმში რომ გამოვედი გარე რუსი ქართველი არც შეგხედენ არც გიგა იმიტომ მინდა და იმიტომ მინდა ახლა შენი ხალხი შენი ჭირიმე ხო ხიარული ხალხია საერთოდ ძველ დროში ქორწილები იყო სოფელში ძალიან კარგები კაი ქორწილები იყო მაგრამ რაფერი იყო ახლა პულის დადება იყო ასეთი არ იყო ჩემ ბავშვობაში რომ ახსო იტანდნენ და ბრინჯ მაწონ კარაკ რაც აფერებს მიზიდავდნენ ეხლა პულია და ისე როგორ შეიძლება ახლა ასეთია ხოდა ახლა ძველებირი ხიარულება სულ სხვა იყო ქორწილები რომ ტარდებოდა სოფელში კარგი იყო ახლა ყველა კიდე იხვეცა ყველა ატარებენ ქვეთ ქორწილებს რომ დებვა ჯერ ერთმანებს არ მინა ატარებს ქორწილებს და აი ასე ხალბატონო ლუთფიე ბატონო გისმენთ აი თქვენ ცხოვრებაში კარგი მოგონება მინდა რომ გაიხსენოთ ცუდი აღარ თქვა კარგი გავიხსენოთ კარგი ღმერთ მადლობა დედა ისეთი კონცერტი არ ჩატარდებოდა აქედან რომ წერდოდა სოფლის იმიდან დიდი თინა იყო ზღარაძია ჩვენთან რომ მე არ წავყოლოდი იქა კონცერტზე და იქ არ მღერა და არ მეცეკვენ და ან რამე და ასეთი იყვნენ და ასეთი მხიარულება მაგ გამოვლილი ბევრი ვიყავ გათხოვილი მაგრამ არ ჩემ მამამთილ არ ჩემ ქმარს არ დურშია მაგზანიდან ყოველთვის მერტვა ჯენეტი მიმყოფოს ჩემი მამამთილ და ასე რომ კარგი კონდა კარგი დრო მქონდა მხიარულება მქონდა მაგრამ და ვიცი ღმერთმა ის დავანებოდა მერთმა გაკმაროს და რა ვქნაში ცხოვრება ასე იტყვიან და ცხოვრების გზაზე მედგრადი არის ნუ შეგაშინებს ქალიშვილის ქრობა ასჯერ გაზომი ერთჯერ გაჭერი და ნუ გახდები ცხოვრების მონა კოჩა რომ დაფიქრდები და ასე ვიტყვი ღმერთო მაპატიე ცუდი არ მათქმიო ასე ვიტყვი და მონა როგორია ახლა ან გაგიჟდე ან ვიღაცას მოსავლელი გახდე ამას ძალიან იმაშობა მეშინია და რაც მათალი შენი ჭირო შენ გენაცვალა ჩემი თავი შენ შემოგევლე იხარე და იტყეგრძელე ბუდამში ხალბატონო ლუთფიე თქვენ ძალიან ამბობდით და მეც უკვე ასე გავიგე რომ მიდრეკილება გაქვთ სიმღერის მიმართ მე მაგალითად გუშინწინ სხვათა შორის გუშინწინ აგე 2-3 დღის უკან ნახე კადრები Facebook-ზე თქვენ რომ ღერი ხართ ცხონებული თემური თქვენ დოდო და იგი ყურძენს რო კრებთ და ეს მე 15 დღის მერე მომიკდა შვილი მაშინდენ მაშინ 15 დღის მერე და ახლა ცოტა უკასავე კითხვა უნდა დაგისვა და მე ვიცი რომ თქვენს ღერი ხართ მაგა და აი რამე ლექსებსაც ხომ არ წერთ ან გამოთქმით რამე ლექსები ან ხომ იმ ღერი ხართ ახლა რა ვიცი ახლა უხალხულია ეს კუთხის დასვა მაგრამ მაინც შვილის შემდეგ შვილო შეგენაცვალე აღარც ფადურზე ხელი მომიკიდია წარვეიდგინე და რომ სხვა უკრავს უკვე და ვუყურებ ტელეფონში მსიამოვნე უსმენ მაგრამ ჩემი შვილის შემდეგ ფანდური და ჩემი შვილის გიტარა
სედა სართულის კუთხეში მაგ ერთი კუთხეა გაკეთებული ჩემი ბიჭისა ძალიან იყო სპორტსმენი მისი მიღებულები არის აგერ დაბლა ვიცი მესმის კაცარის და იქ მაკვდები და იმის მერე ხელი არ მომიდებიათ მაგრამ დღესაც რა არის რომ ჩევღიგი ვეღარ ჩევღიგილებ რაც გული არ შოვა შვილო გული არ შოვა რაღაც რომ ასე ვთქვათ და იმის მერე აღარ იმიღიათ მაგრამ რა დიდი რამეა შვილო რა დიდი რამეა მაგი სიმღერა და ასეთი დიდი რამეა არც დემეზარებოდა მაგრამ იმის შემდეგ ხელი არ მომიდვია და ვერც მოვდებ შენი ჭირი დედა კარგი ხალბატონო ლუთფიე ახლა როგორც გესტუმრეთ და მოვედი მარტო ხართ სახში 85 წლის ხალბატონი ავიძახე ნუ გამომხედეთ აგეთველი მიღება და რაღაცა და ახლა თქვენ ალბათ უზმობთ ამ ხალას სახს ყარს ეზოს ყანას ბოსტანს შეძლებს და ჯოხი ხელში დედა აი ჩემი საბოსტანში გავა ბოსტანს ვაკეთე რაღაც ვარილი და ფერები და იტყვიანები რომ ერთი ბოსტანიო ერთი ძროხის სტოლარი ოჯახშიო იბადო სოფელში ვაკეთებ ჯოხი და თოხი და ძალხელი ძალასე ვაკეთებ რომ მოვდივარ შვილო ადრე ძინება დარდიანი ადამიანი რომ ხა ვსოვდები და ცხებო ვსო ვაჩუქებ და მიდის დრო ასე სახელდავალაგებ ჩემთან ვიდა რაღაცები და ასე თქვენ თავს ლამაზად ყოჩაღად უვლით მერთ მადლობა ჩემ თავს მუვლი და ასე და რა ვქნები ღმერთმა გამჩენებმა ძალიან დიდხანს თქვენ თავზეც და ყველაზეც ასე ჯანზე ყოფილიყავით და მოგევლოს იხარე სანამ იცოცხლებ ორი ჩემი ხნის გაქრა ორი ჩემი ხნის და გაიხარე და მიმართობა ამ ჩემ თვითიმის დავა ძალიან თქმილი ხალბატონი ზანდებით ხალბატონო ლუთფიე 85 წელს ბრძანდებით მე აქ რომ შემოვედი და სოფელსაც ვიღებ სოფელის სახკარსაც ვიღებ და იმესაც ვაშუქებ და რა თქმა უნდა ახლა შემოვედი სოფელში და თქვენისთან ლამაზ ხალბატონებს ეგ ვაშკაცებსაც ხასამბიზია ჩავწერე ვანობიზია ჩავწერე ზევით კიდე ეგ რავი არიან ადამიანები ჩავწერე თქვენი ტოლები ძალიან ბევრი არიან ამ სოფელშიც და ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი ასაკოვანი ადამიანები ყავს სოფელს და ყავს ოჯახებს და მე მინდა რომ თქვენ ახლა იმათაც რა უსურვოთ რას უსურვებთ თქვენ სანატოლებს უსურვეთ ახლა ივანე ჩემი თოლია ჩემი თანაკლასელია მისი თოლი ჩემი თანაკლასელი იყო ხო ფინალზე მიშაი დიასამიძე ჩემი თანაკლასელია ჩიმცაძე სულიკო ჩემი თანაკლასელია ერთად აღთავრეთ საშუალო სკოლა და ჯადაბაშილებში ნოდარია დედა ქეითარია ბათუმში ცხოვრობენ მაგრამ ეს ოთხეული ვარ დარჩენილი და უსურვებ ყველაფერ კარგს რაც თუ ყველაფერი კარგია ქვეყანაზე დათიყოფილიყოს და სხვისი მორჩილი არ გამხდარიყო ასე უსურვებ ყოველთვის ყოველი მათ ივანემ წინადღე სალამით შემომითვალა და კაი და კაი მოგწეთ ღმერთმა თქვენაც როგორ მიმართავდით და როგორ დალოცავდით მაგალითად ჩვენს სოფელს კუთხეს და ქვეყანას როცა ისე რომ როგორიც შერგებული ადამიანი იქნება და ცხოვრებაში რომ ყველაფერს იტყვის რომ მე უკვე დღეს კმაყოფილი ვარ ყველაფრიდან ღმერთმა ისე კმაყოფილი ორგანიზმიდან ოჯახიდან კმაყოფილი ამ ყოფილი და კაი და კაი მიცენ ღმერთმა ყველას ამათგან თქვენც რომ მე არ ჩემზე არასამა ქვეყანაზე და სოფელზე კაი მე რატო იცი შეնում ამ ახალ მოხუცების გულს იგებთ დიდი მადლობა ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგწეში გაიხარეთ და ახლა მე ფინიშისკენ უკვე მივდივარ და ამოვწურეთ თითქმის ეს 85 წლის ამბები ამოვწურეთ ცოტა 20 წუთში და ერთი ყველას ასე ვეუბნები და ხელშეკრულებას ვუდებ ახლა ასეთ ხელშეკრულება მაქვს მოხუცებთან მე თქვენ 85 წლისა ბრძანდებით და 15 წლის მერე მე კიდევ ვაპირებ შემოვლას ამ ასაკოვანი ადამიანების თქვენთან ზუსტად თქვენთან 15 წლის მერე უნდა მოვიდეთ თქვენთან და კიდევ პატარა ასეთი სიუჟეტი იქნებით და ზუსტად ეს მინდა გითხრა 100 წლის იუბილეზე პატარა სიუჟეტი გავაკეთოთ კიდე იხარე დედა მოი ახლა ერთი რამე
მე 100 გრამი დავლიო. სერიოზულად. დავლიოთ, მაგრამ ჯერ ეს დავასრულოთ მაშინ. ეს თქვენ მზადდებოდეთ, მაგრამ ჯერ ეს რეპორტაჟის ბოლომდე დავასრულოთ და თქვენ ერთად დავლევ კი არა, ყველა შხამსაც დავლევ ისეთი გემრიელი და ისეთი კარგი ქალბატონი მზადდებით, რომ რა ვიცი, ძალიან მე სიამოვნა თქვენთან ესეთი გულახდილი საუბარი და რა ვიცი და მადლობა. მაშინ კარგი წავიდეთ ფინიშისკენ. გისურვებ ყველაფერს კარგს, ყველაფერს ბედნიერს და პირველ რიგში ჯანმრთელობას. ჯანმრთელად იყავი და ძლიერად იყავი, სანამ იცოცხლებ და სანამ იქნები, დიდხანს უნდა იყო, მაგრამ ჯანმრთელად უნდა იყო. იცოცხლე. კარგად ზანდებოდეთ, ნასიამოვნები დავჭი ძალიან. იცოცხლები და იცოცხლეში.